Ერთვენიერ დღეს თუ ღამეს ბავარიაში დასახლდნენ ბრენდ მენეჯერები და გენიალური იდეა მოუვიდათ, რომ M-ები და სტანდარტული მოდელები ერთმანეთისგან კოდური სახელით გაემიჯნათ. ამიტომ სტანდარტულს F30, ხოლო M3-ს F80 უწოდეს. შემდეგ კიდევ უფრო მეტი იფიქრეს და ისიც მოიფიქრეს, რომ კუპე და სედანი ერთმანეთისგან სერიებად გაემიჯნათ. ასე რომ M3 დარჩა სედანი, ხოლო კუპის სახით მოგვევლინა M4 და თქვენს წინაშია მსოფლიო ისტორიაში პირველი M4. საერთოდ ესე რატო ჩახლართეს ყველაფერი აუდის პერედოკივით არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ავტომოყვარულებს ძალიან მაგარი პროდუქტი გვაჩუქეს. ახალი თაობის, უпростоად პირველი თაობის M4 წინამორბედი M3-ისგან, E92-ისგან F82 განსხვავდება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძრავით. მას 2 ცილინდრით ნაკლები აქვს, სამაგიეროდ 2 ტურბინით მეტი აქვს. აქ არის წკრივში განლაგებული 2 ტურბინიანი 6 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც კომპეტიშენის შემთხვევაში გამოიმუშავებს 451 ცხენის ძალას, ხოლო სტანდარტულს აქვს 20 ცხენის ძალით ნაკლები. ასევე არსებობს M4 CS-ი, რომელიც გამოიმუშავებს კომპეტიშენთან შედარებით უკვე 30 ცხენით მეტს. ეს კონკრეტული არის ყველასთვის ცნობილი ბუბუს F82 და დღემდე F82-ებში 100-200-ის რეკორდსმენია. ოღონდ არა საქართველოში, არამედ მსოფლიოში, სხვაგან არ ვიცი ვინ სად რა გააკეთა, მაგრამ დრაგის აპლიკაციას თუ გახსნით და F82 M4-ის 100-200-ებს ნახავთ, დღემდე პირველზე წერია ეს ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახლა ის არის სრულიად სტოკ ფორმაში, თავის დროზე მან რეკორდები მოხსნა. ის მახსენდება მანქანებში რო Hudson Hornet-ია, ეს პერსონაჟი გამახსენდა ახლა. 900 პლუს სადღაც 1000 ცხენი იყო ამ ავტომობილში, ამ ძრავიდან ამოღებული და ეს 55 ძრავა, რომელიც გამოსვლის დღიდან ავტომოყვარულებმა სინათლის სისწრაფით შეიყვარეს და დაიწყეს ამ ძრავებიდან დაუჯერებელი ციფრების ამოღება. ასეთი მსოფლიო დონის რეკორდი საქართველოშიც ყავს, რომელიც არის ასევე ბუბუს M-ი. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე F80 ძარაში. ამ ავტომობილიდან ამოიღეს 1300 ცხენი, გუშინ, სხვათა შორის, სულ რაღაც 24 საათის წინ და ეს ავტომობილი აიწყო იმისთვის, რომ მოხსნას მსოფლიო რეკორდები. მოდი ახლა ლამაზი კადრებით დავათვალიეროთ ეს ავტომობილი და დეტალებს მერე გიამბობთ. საავტომობილო სამყაროში, საქართველოში ავტოსპორტში თუ არის ისეთი ადამიანი, ვინც ბუბუს არ იცნობს, არ ვიცი, მაგრამ თუ ხართ ესეთი ადამიანი, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, გაიცანით ბუბუ. აი ამ არ ვიცი, მსოფლიო დონის პროექტის ავტორი, სულის ჩამდგმელი და ამ ავტომობილის პილოტი ბუბუ. და ეხლა რა ხდება? გავაკეთეთ YouTube არხი ბუბუს Racing Vlogs. ამ ვიდეოს აღწერაში იქნება YouTube არხის ლინკი და ასევე შეგიძლიათ აი ამ სიტყვებით ბუბუს Racing Vlogs დასერჩოთ YouTube-ზე, გამოიწეროთ არხი. ძალიან სწრაფად იზრდება არხი, 3 დღის წინ გავაკეთეთ და უკვე 1000 გამომწერს გაცდა და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ბუბუ არის ძალიან საინტერესო ადამიანი, რა თქმა უნდა და აქვს ძალიან საინტერესო პროექტები. მოგესალმებით, მეგობრებო. აუცილებლად, როგორც დაკვირდით, დაიდება ჩვენი პირველი ვიდეო, ჩვენი დიდი პროექტი F80 M3-ის, ასევე დაიდება ამ მანქანის უშუალოდ გატესტვა უკვე ბანიდან, სადაც დავიწყებთ მსოფლიო რეკორდების მოხსნას. ნუ დანარჩენს უკვე იხილავენ ჩვენს YouTube არხზე. და მე როგორც ვიცი, ყოველდღიურ ლოგებსაც აპირებ, შენ ზოგადად ბუბუს გარაჟში რა ხდება, ყველაფერი. აუცილებლად გადავიღებთ, ზოგადად საინტერესოა, როგორ კეთდება, როგორ მზადდება აი ამ ხელა მსოფლიო დონის პროექტები და პლუს აუცილებლად ლოგებს გადავიღებთ უშუალოდ ბანიდან, რა რეჟიმში გვიწევს გატესტვა. და მე იმასაც გეტყვით, არ ვიტყვი რა მოდელი, რა ცხენები და რა და ასე შემდეგ, უბრალოდ
და ინტრიგას ჩავაგდებ, რომ ამის გარდა კიდე ერთი ძალიან მაგარი პროექტი გავდებ ჩვენ 1000 გამომწერსაც დავუპირდით და იქ ინფორმაცია, ხო? კი, ვამბობ რა მოდელისაა და რა გვინდა ზოგადად და რას ვაპირებთ მაგ-მანქანას. მოდი ბუბუს ვიდეოს დაელოდეთ, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება აღწერილი, მოყოლილი ტექნიკური მხარე, რა პრობლემებს გადააჭრით პროექტის ასე შემდეგ. სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს, მოკლედ, ანუ მარტივი არ არის და შესაბამისად წლები ჭირდება ამ პროექტის განვითარება, წლები ჭირდება ასეთი პროექტის აწყობას და ძალიან ბევრი პრობლემა ქონდა და ძალიან ბევრი მოსაყოლიც გვექნება მაყურებლებისთვის. წლები რა სჭირდება, ოკეი. ფინანსები რა სჭირდება? დაახლოებით რა ბიუჯეტი უნდა გათვალოს ადამიანმა, ვისაც უნდა ესეთი პროექტის მოხდვა. ეს ავტომობილი დღეის მდგომარეობით როგორც გამოიყურება, ზის $115,000. ძალიან ძვირი. ძალიან. კი, ძალიან ძვირია, მაგრამ ის შედეგი ხო ამოიღე, რაც გინდოდა და კი, ამოვიღეთ, ის ზუსტად ის შედეგი ამოვიღეთ, ცოტა მეტიც, მაგრამ როგორი სიტუაცია, იცი? მარტო თანხა არაა რა, აი ძალიან ბევრი შრომა და ძალიან რა თქმა უნდა, ფული მოიტანო და დადო ეგრე. ანუ მარტო თანხა მქონდეს და მოდი გავაკეთებ, ვერ გააკეთებ რა. ადამიანები, ვინც უშუალოდ ამ ხელა პროექტზე გამოყვება, თავიდან ბოლომდე ღამეებს შენთან ერთად გაათენებს, რომ წარმატებულად დასრულდეს დიდი პროექტი. ღირდა ეს ფინანსები? ანუ ეს მანქანა ღირდა ნამდვილად, რადგან ნუ ეს მანქანა მე იმდენად ემოციებს მანიჭებს. თუ ამ მანქანაში არ დაჯექი და საჭესთან არ მოხდი, ფიზიკურად ვერ აგიხსნით მაგ ემოციებს და უნდა გავიაროთ მე დაშინ აუცილებლად. ეხა აქ იქნება ჭრა, ჩემი კივილი. დავიდეთ ჩვენ. წავედით. შენ ძმობას ვიცავარ, ეხა მართლა გულახდილად ის გაცდა მაქვს თვითფრენავში ფრენის წინ რაც მეუფლება ხოლმე. შენ რო წარმოიდგინო ესე მარტივად ამ მანქანაში ხალხი არ ჭდება. ესე უცებ რატო დათანხმდი ვერ ხვდები. რა კაი ხმები. ანუ ეხა დავდივართ დაბალი მაპით რა, სადაც ზაჟიგანი არის 9, როგორც ქარხნას სტოკში 9 ზაჟიგანი აქვს ამათ რა და ბუსტია უბრალოდ სადღაც 36 მეტრამდე რა, თუ ზაჟიგანია მაღალი არა, შესაბამისად მანქანა ცხენსაც ვერ წერს და ვერც დადის. რადგან ქალაქის საბურავებით ვართ. ანუ ნამდვილად შევატყე ხარ, რომ ის არ არის რაც ამ მანქანას შეუძლია. ეს არის ალბათ იმის რაღაცა მეოთხედი ალბათ. თავისუფლად ფიზიკურად ვერ დააჭერ, იმიტომ რომ უკვე სლიკებზე როცა ვდგებით რა, მაშინაც კი გვიჭირს 180-დან მოჭიდება და ეხა უფრო ცოტა კომფორტულად რო ვიყოთ და კარგად ვიყოთ, იდეაში მაგ-პონჩი ჯობია დაბალი მაპიდანვე დავაჭიროთ. ხო, ეხა არის სადღაც 350-დან 800 ხენამდე სადღაც წაბულობს რა. არ ეთყობა სიჩქო. ანუ არ ეთყობა. ეხა 26-ით რომ მივდიოდით, არ ეთყობა. მოდი მაშ დაჯექი შენ ეხა. ვიდი დაჯექი. რატო? დაჯექი გაატარი. მოშა. აი მე ფეხი დამჭა გარეთ. ამას უფრო მაღალში. ანუ ეხლა აქ საერთოდ სხვა საჭესთან საერთოდ სხვა მანქანა გაიჭიტა. ხო, ვაფშე სხვა. ანუ საერთოდ არ დამიჭერია, მაგრამ უკვე სხვა ემოციებშიო. საჭესთან საერთოდ ხო არ ღადო. მაგარი გასაცდელი. წავიდა ყურებამდე ღიმილი. ძალიან დიდი მადლობა რომ მანდე და ანუ დიდი პატივია.
საჭესთანაც რო აღმოჩნდი. არა სასწაული. საჭიროა და გვჭირდება ქვეყანაში ესეთი ბევრი პროექტი, არა ერთი, არა ორი. მე მაგრად მეამაყებად მისწორდება სიამოვნებს, რომ სოფლიო რეკორდსმენი M4 ყავს ქვეყანაში. თუ ეხლა ამ ვიდეოს რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი, დამფუძნებელი, მარკეტინგი უყურებს, თქვენი დახმარება სჭირდება ქართულ ავტოსპორტს, მეგობრებო. რატომ აიც და მაინც F80? ზოგადად F-სერია რატომ? F-სერია რატომ და პირველი ტურბინიანი ემია, რომელიც უშუალოდ ესე ანუ რო ვთქვა რომ მარტივად ცხენებს ვიღებთ, ფიზიკურად მარტივად ვერ ვიღებთ, მაგრამ ნუ ამ ცხენებზე როცა ასაუბარი, რა თქმა უნდა, გიწევს ყველაფერთან. შემოგთავაზეს ისეთი მოდელი, რომ სადაც უკვე შეგვიძლია ჩვენი ქართული ხელების თათური და თამაში ამ მოდელით და მანამდე მყავდა ანუ Soroxes-ის M 46-ის და ზოგადად მაგ თაობამ შემაყვარა M სერია და მაგიტო გადავწყვიტე რომ აუცილებლად M სერია უნდა ყოფილიყო და აუცილებლად მინდოდა თან აგრესიული ყოფილიყო უფრო G სერიისკენ მაგიტო არ წავედი F სერიის ვიზუალი და აი ყველაფერი მომწონს ამ მანქანას რა და მაგიტო გადავწყვიტე ზოგადად ძალიან მომწონს ზოგადად F სერია და თან ამასთან ერთად ეხა ატმოსფერული ძრავები M-ი გინდოდა ერთია მაგრამ ატმოსფერული ძრავიდან ძალიან რთულია კი ანუ არ გაატურბინე, კომპრესორი არ დაადგინე და ასე ვერაფერი მთელი ერთი წელი 20 ცხენს დავსდევდი რამენაირად რომ მიმეღო და რაღაცა ვიღაცისთვის კონკურენცია გამეწია. ეხლა თქვენ უყურებთ ამ ავტომობილს, ისევე როგორც ჩემს თავში ჩდება ძალიან ბევრი კითხვა. მაგალითად, როგორ გვარდება მოჭიდების პრობლემა ამ ხელა ცხენებზე? რა არის გაკეთებული თავიდან ბოლომდე? ავტომობილში ინტერიერში ვიყურები და ხედავ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ხაფანგს რასაც ვეძახით, ის ხდება შიგნით, თან ყველაფერი არის მოწესრიგებული. აი როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ ხდება ამ ყველაფრის შემდეგ უკვე პროგრამული უზრუნველყოფა ერთია, ჰარდვეარი შეცვალო, მეორე არის უკვე სოფტვეარი და აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემს თავში ტრიალებს. ეხლა ამ კითხვებს რო შევუყვეთ, ძალიან დიდი ვიდეო გამოგვივა, მაგრამ ყველა ამ კითხვაზე პასუხს გასცემს ბუბუ თავის ვიდეოში, ასე რომ გადადით ბუბუს არხზე მეგობრებო. პირველი ვიდეო იქნება დაპირებული ამ ავტომობილის განხილვა და შემდეგ უკვე ეს ავტომობილი რა თქმა უნდა სულ იქნება არხზე, სულ გაყვება არხს ფონად, მაგრამ გარდა ამისა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები გეოდევათ ბუბუს არხზე. მადლობა რომ იყავი ჩვენთან ერთად დღეს. მადლობა რომ გვანდე შენი F82. მე გადავდივარ უკვე ვიდეოს შემდეგ გმირზე და თქვენ ბუბუს შეხვდებით ბუბუს არხზე. ძალიან დიდი პროექტით მაო წარმატებები. თქვენც. და ჩვენი ვიდეოს შემდეგი მესამე გმირი, ასევე M-ი, M4 CS-ი და ეს არის, როგორ ხარ ჩემო ძმაო, ეს არის Romas მოგესალმებით. შეუნდოთ არ მაქვს საფორტია საკუთრება. უნდა მაგარია გამასაჭირებ ყველგან. Romas არხით აღწერაში იქნება G82-ის ვიდეო, ვისაც ნანახი გაქვთ, იქ პირველად გამოჩნდა ჩემ არხზე ეს ადამიანი. მოგესალმებით ყველას, მე ვარ რომა ჩიჩუა, ჩემი ლინკი იქნება აღწერაში, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ პაპილას არხი და ეს არის M4 CS-ი რა, CS-ი, KS-ი, როგორც გინდა ისე უწოდეთ, გიომ კი იცის ყველაფერი. და როგორ მოხდა ეს მანქანა შენ ხილში? მე ვაპირებდი 2015 წლიანის M4-ის ყიდვას და ჩემმა კომპეტიშენის, ხო? არა კომპეტიშენი, არა სტაილინგი, ჩვეულებრივის და ჩემმა ძმაკაცმა CS-ი ვიყიდოთო და შემოგვეყიდა შემთხვევით. უცებ რაღაც ყვა, რა კაი CS-ია და ესე გისურვება ბევრი ესეთი ავტომობილი შემოგეყიდოს რა. რა განსხვავებაა CS-ში და სტანდარტულს შორის? კომპეტიშენს შორის სტანდარტულ შორის რა მნიშვნელობა აქვს? აი რა განსხვავება? კომპეტიშენს რო შევადაროთ, არის განსხვავება კაპოტი, რომელიც სრულიად კარბონისაა და ძალიან მსუბუქია, წეღან რო ავხატეთ, ძალიან მსუბუქია. ინტერიერში არის არაფერი არ არის ინტერიერში, მოდი ესე დავით. ექსტერიერში ტუჩი ხო არა, ინტერიერში არაფერი არ არის. ექსტერიერში ესე იგი ტუჩია, რომელიც გამოწერილია და მალე ჩამოვა და დადგება CS ტუჩი აქვს თავისი ქარხნული, უკან სპოილერი და გამშვები აქვს სხვა დისკები, დედალმამა
მინიმალი, უკანა სტოპები ულამაზესია, CS-ის სტოპები ძალიან ლამაზია და ტორმუზის სისტემა, სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ამ კონკრეტულ მანქანაზე არ აყენია, მაგრამ CS აქვს განსხვავებული. კი, უფრო მსუბუქიც არის და 30 ცხენით მეტია competition-ზე, რა CS-ი არის უფრო მეტად performance oriented daily car-ი არ არის არანაირად, უბრალოდ შაბათი კვირის ტრეკზე რო წავიდეს მფლობელი და ის სიამოვნოს მაგისთვის არის გაწეული. აი, იმას მაგალითად აქვს Apple CarPlay touch-ზე, არ ვიცი ამასაც აქვს თუ არა Bluetooth, ამასაც აქვს. CarPlay touch-ი აქვს, კი. საურდების გათბობა აქვს? კი, ყველაფერი. ანუ გამოდის რომ ყველაფერი აქვს. კი, უბრალოდ ეს არის მარკეტინგული ხრიკი, მე როგორც ვფიქრობ და როგორც ვნახე. მეც ეგრე მგონია რომ მარკეტინგული ხრიკია რა. მარკეტინგული ხრიკია უფრო და გარე ვიზუალით უბრალოდ განსხვავებულია ბევრი რაღაცეებით რა. CS-ის და competition-ის სავარძლებს შორის განსხვავება ის არის რომ ამას აქვს 3 ზოლი თავის მისადელს. მეტამორფი. ამასაც M4 წერია, ამასაც M4 წერია. ეგრეთ წოდებული რუჩკა, რასაც ვეძახით, ანუ კარის გამოსაღებიც არა აქვს და აი აქვს უბრალოდ მაგრამ. ხო, რემენი აქვს, რომელთაც კაჩა უკარს რომ მოხურო რა, ხელის მოსაკიდებელი არ აქვს. ანუ less is more ამ მანქანის შემთხვევაში, მაგრამ ეგ უკვე ძალიან სადაო თემა, ვის რომელი ურჩევნია და რატო, ანუ გირჩევნია სიმსუბუქე 30 ცხენით მეტი თუ გირჩევნია კომფორტი. კი ბატონო. მე როგორც ვიცი, პროგრამულად არის კი განსხვავება, თორე ტექნიკურად ყველაფერი ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ყველა დეტალი იგივეა. უბრალოდ ყველაფერში პროგრამა წერია სხვა, CS. ხო, კოლოფის პროგრამა, ძრავის, ხიდის. უბრალოდ წერია პროგრამა CS-ის, თორე ერთი და იგივეა ორივე. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ competition-ში წერენ CS-ის პროგრამას, ესა კოლოფში. ხო, guys, page 1-ს ეძახიან მერე მაგას, ხო, რომ აი CS-ი მიწერი. კი ბატონო, ეგაა ზუსტად რა. ამ ავტომობილის ვიდეოები, როგორი ჩამოვიდა, როგორ გაკეთდა, ეს ყველაფერი რეკორდულ დროში გააკეთა ამ ადამიანმა და ეს ყველაფერი რომას YouTube არხზე იქნება. გადადით, გამოიწერეთ მეგობრებო რომას არხი. სამომავლოდ მინდა რომ სრულიად ქარხნულ ვიზუალზე მოვიყვანო, უბრალოდ სტოკის CS-ი იყოს. ერთადერთი განსხვავება რაც ექნება ესაა დაკიდების სისტემა და უბრალოდ დაბალზე იქნება და ცოტა ცხენი რომ მოუმატოთ რა, იმისთვის რომ მე ვისიამოვნო მხოლოდ და მხოლოდ და არანაირი დრაგი, არანაირი ვინმესთან გაზომები რა. ხო, მაგაში უკვე GT დაგეხმარება. ხო, რომ არის დასავლეთ საქართველოში GT performance-ის წარმომადგენელი. G82-ის ვიდეოისაც თანხი აქვს, ეგეც გეცოდინებათ. და ბევრ მანქანას ვაკეთებ დასავლეთში, სხვათა შორის ჩემს YouTube არხზე ნახავთ ყველაფერს რა. მოდი ახლა მაშინ ესე გავაკეთოთ, რაზეც ვისაუბროთ ჩვენ, მოდი კადრებად დავუტოვოთ მაყურებელს განსხვავებები რა, იქნება სტანდარტულის კადრი, CS-ის კადრი, სტანდარტულის კადრი, CS-ის კადრი და დაიწყოს უკვე? დაიწყოს 1 2 3 Oh, now they call me, I seen them. All of those times getting severed. I told them all I can let up. They get not tired of me never. Give me a shot and I swear I shoot like Berettas. Yeah. They getting nervous, I seen it. What I seen, you wouldn't believe it. They say they want it, I need it. მოკლედ ისე ვერ დავასრულებდით გადაღებას, რომ პარკში არ მოგვეყანა ეს ავტომობილი, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს იმის, რატომაც აქ ვართ. ნუ მანქანა რო ძალიან დასწრილია, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ამინდები იყო აპრილის თვეში. ოკეი, მაგრამ თქვენ რასაც ახლა უყურეთ ვიდეოში, გამოვიდა რომ თითქოს მოდელებს ვადარებდით ერთმანეთს, მერე ბუბუს მანქანით გავისეირნეთ და მორჩა, მაგრამ ამ მანქანას მინდა ცოტა უფრო მეტი დროც დაუთმო. ესეთი რაღაცაც გვაქვს გადაწყვეტილი, რომ competition-ი, სტანდარტული და CS-ი შევადაროთ ერთმანეთს, ან M4 და M3, რომელი ვიდეო გირჩევნიათ, ეგეც კომენტარებში აუცილებლად დაგვიწერეთ და ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტავთ აუცილებლად გადავიღებთ მაგ ვიდეოს. დაახლოებით 10 დღეა უკვე მე დავდივარ ამ მანქანით ყოველდღიურად სახლში, სამსახურში, შეხვედრებზე ასე შემდეგ, ანუ და კონკრეტულად ამ მანქანის შემთხვევაში იმას ვიტყვი, რომ ძალიან დაბალზეა და სულ დაძაბული დადიხარ, რომ რაღაცას არ გაეხახუნო, თუმცა ამის მიუხედავად ამ დაკიდების სისტემაზე მანქანა დადის ძალიან რბილად. შეიძლება დაძაბული ხარ, მაგრამ სადაც არედები ძალიან რბილად დადიხარ. ამ მოდელებზე ამბობენ, რომ სული არ აქვსო, მაგრამ არ დაიჯეროთ, ეგ არავინ მოგატყუოთ, სულიც აქვს, გულიც აქვს ამ მანქანას და იმის ტრაკიც აქვს, რომ კარგად იაროს, ბევრს კონკურენცია გაუწიოს და თან გასიამოვნოს. სრიალის დროს, მოდი ზანოსი ვთქვათ რა, ზანოსში იმდენად კომფორტულია მანქანა დასაჭერად, რომ ძალიან დებილი უნდა იყო, რომ
M4-ით დაიმბრება. ძალიან კარგად მოყვება, ძალიან კომფორტულია, საითაც გაუშვებ მანქანას, იქეთ მიდის გასწორება გინდა, უმარტივესად გაუშვებ სწორდები, 6 ცილინდრიანი ტურბოძრავა, ბუსტი აღარ არის, სწორდები. და ამ მანქანასთან ერთად ალბათ დამწყები მძღოლი აღმოაჩენს იმას, რომ თურმე უფრო მეტი შეუძლია თვითონაც, რა მანქანა გაძლევს მაგის უფლებას, ცოტა თამამდები ამ მანქანასთან და რაღაც შეცდომებსაც გპატიობს. ინტერიერში მასალები ძალიან კარგია გამოყენებული. დაკიდების სისტემა ეს რო არ იყოს უფრო კომფორტული იქნებოდა ალბათ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად პადოესკაზეც ძალიან რბილად და კომფორტულად დადის. ერთადერთი ამ მანქანაზე, ვინც აპირებთ რომ შეიძინოთ M4, აუცილებლად ჩაწერეთ Stage 1 ან CS-ის პროგრამა ჩაწერეთ და 30-19 გაქვთ და უკვე ბევრად კარგად დადის მანქანა. წვას რაც შეეხება, ცოტა ისეთი მაიმუნური სიარული, სადღაც 17 ლიტრი უჭირავს და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ამ ბიუჯეტში ერთ-ერთი საუკეთესო უკანაწამყვანი სპორტული კუპეა. ვისაც სრიალიც გინდათ, კარგად სიარულიც გინდათ, მანევრიც გინდათ, აჩქარება, ვიზუალურად უკვე გემოვნების ამბავია, მაგრამ ვიზუალურადაც ძალიან მომწონს. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად ამ ბრენდის მიმართ დიდად კეთილგანწყობილი არ ვიყავი არასდროს, იმიტომ რომ სულ მესმოდა ის, რომ პრობლემურია, სულ მესმოდა ის, რომ საშიშია, ის არის, ეს არის, მაგრამ წინა ვიდეოებშიც თქვი და ამ ვიდეოშიც გავიმეორებ, რომ რაც უფრო მეტ M-ს ვიღებ, მით უფრო მეტად მიყვარდება და მით უფრო მეტად ვიწამლები ზოგადად ბრენდით, არა მარტო M მოდელებით. ახლა რაც შეეხება ჩვენ სხვა პროექტებს, ჩვენ მეგობრობთ უკვე რამდენიმე კვირა თუ თვეზე მეტიც იქნება ახალ კომპანიასთან, ეს არის Leader Motors-ი. Leader Motors-ში ყველას ჩვენი სახელით ვინც მიხვალთ, გექნებათ დამატებითი ფასდაკლება. ისედაც ძალიან კომფორტული ფასებია იმ ხარისხთან შედარებით, რა ხარისხსაც ეს კომპანია გთავაზობ თქვენ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება გექნებათ, ვინც მიხვალთ და აჩვენებთ, რომ ჩვენი არხი და Leader Motors-ის TikTok-ი გამოწერილი გაქვთ, ან Instagram-ი, რომელიმე მაინც. ამის გარდა, Ford Dealer Auto Import-თან ერთად, რა თქმა უნდა, ავტომობილის გათამაშება ისევ ძალაშია ბოლო კომუნიკაციით მათთან, ველოდებით რაღაცა დეტალებს ამ ავტომობილზე. Leader Motors-ში გაკეთდება ეს ავტომობილის, თქვენ ნახავთ ამ ავტომობილის კეთების პროცესს, თავად აირჩევთ ამ ავტომობილის ვიზუალურ დეტალებს, რა დეტალები დავაყენოთ, როგორ დავაყენოთ, თქვენ როგორ გირჩევნიათ, ფერი შეუცვალოთ თუ დავტოვოთ ქარხნულ ფერს და ასე შემდეგ, ამ ყველაფერში თქვენ თავად მიიღებთ მონაწილეობას და თქვენ თავად გადაწყვეტათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ავტომობილი იქნება ერთ-ერთი თქვენთაგანის, შესაბამისად მირჩევნია ისეთი იყოს, როგორიც თქვენ გირჩევნიათ რომ იყოს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან, ეს არის Areon საქართველო და The Park თბილისი, სადაც ესე დაბინძურებულ მანქანებს ახალ იერსახეს ძენენ სულ რაღაც 1 საათში და სამფაზიანი რეცხვით. თქვენ თვითონ ნახავთ ახლა მოკლედ როგორ გავამაზდება ეს მანქანა და მოდი რაღა დაგვრჩენია, უყუროთ გარეცხვის კლიპს. აი ეს მევასება რა. აი ეს Okay, let it be known. I'm working hard when I ain't on the phone. This ain't a home, this ain't a phone. Grind never stopping, I'm keeping it cold. Unlocking the door with the holy key. You supposed to be this close to me, and hopefully you understand G.O.D. Maybe this cold and I'm talking like no degrees. This ain't a fluke. I seen it way before it ever happened. He gave me the view. I had to put in my time on the TV. It coming in soon. I couldn't leave it all up to a variant or an experience. You gotta get up and do what it do. Always gonna wait until you in the mood. I've been running, came out gunning, stopped the fronting on your words. It's what you hear, not what you heard. I'ma hang on every verb. I'ma show you what it's worth. Every day I'm on the earth till they put me in the dirt. I'ma get into it first. Said I'ma get into it first. Until they put me in the dirt. Said I'ma get into it first. Said I'ma get into it. მეგობრებო, ეგ ხალხი ესეკრებული ფოტოებს იღებს.